მსოფლიოში არის 3 ანსამბლი. ყრუთა სმენა დაქვეითებულების და ერთ-ერთი არის ლილე. მე ვარ კახა ხერხაძე, 2011 წლიდან მუშაობ საქართველოს ყრუთა კავშირში ქართული ხალხური ცეკვების პედაგოგად. ამათმა მასწავლეს ბევრი რაღაცა ისეთი, რაც მე არ ვიცოდი და ჩვენი ურთიერთობაც არის სწავლების პრინციპი. მეუბნები მე ცეკვას გასავლეთ, თქვენ ჟესტი მასწავლეთ, ხშირად ხუმრობენ ხოლმე ჩემთან რა მეგადავებიან. რაღაცა რო არ ვიცი, თქვათ იმას სხვანაირად მეუბნებიან. და მეც ეგრე მაგას ვეღადავები ხოლმე ხანდახან. ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობ. თუნდაც ფსიქოლოგიას, მერე ურთიერთობას. აი ჩვენ ვართ როგორც ერთი დიდი ოჯახი. აღქმა აქვთ, დაჭერა აქვთ, თვალის სხვა, ჩათვალე რომ ფოტომეხსიერება აქვს. ჩემი სახის გამომეტყველება იციან. კონცერტზე აი რომ დაუდგები წინ და დირიჟორობ, მიყურებს და იცის სად იჩქარა, მე აღარ ხელებით იმას აღარ ვაკეთებ უკვე. გაჩერდი ნელა, ეს ჩქარა. ორი როცა ყავს, ერთი მე მიყურებს. შეტრიალდება ის სულ კონტაქტი აქვს ჩემთან. ერთი კონტაქტი დავკარგო, ჩათვალე რომ აირია რა, თლიანად აირია. კახა თვალში გვეხმარება, რადგან მუსიკის რიტმს ვერ ავყვებით. გარდა ტექნიკური მხარისა, ჩვენსა და ქორეოგრაფ შორის მნიშვნელოვანი ემოციური ბმაა. მისგან ჟესტური ენა და მიმიკები აღარცაა საჭირო. თვალებში შეხედო საკმარისია. უკვე ვიცი რას მანიშნებს. ჩვენსა და კახა შორის არანაირი სახის ბარიერი არ არსებობს. იატაკი თუ არის ხის და მთლიანი ზოლები არის, მაშინ ტალღობრივად მიყვება აი ეს ბასი. იღებენ ბგერით, ანუ ტალღით იღებენ აი ამ დარტყმას. მუსიკის ბასს ტერფზე ვგრძნობ, თუმცა რომელი მუსიკისაა, ამას ვერ ვარჩევ. ვიბრაციას მთლიან სხეულზე ვგრძნობ. განსაკუთრებით მომწონს ყაზბეგური. ჩემთვის გამორჩეულად მამაკაცური ხასიათის ცეკვაა. რთულია ცეკვა მაშინ, როცა არ გესმის, მაგრამ სცენაზე დგომა და ცეკვის პროცესი ძალიან მაბედნიერებს. ცეკვამ ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. უამრავ ქვეყანაში ვიმოგზაურე. გავეცანი არაერთი ქვეყნის კულტურას, რამაც ასევე სხვაგვარად ჩამოაყალიბა ჩემი მსოფლმხედველობა. პირველი ემოცია, რაც ცეკვისას მეუფლება, ისაა, რომ ამით შემიძლია დავამტკიცო. მე ვარ სმენის არ მქონე და მიუხედავად ამისა, შემიძლია გავაკეთო ის, რაც მსიამოვნებს. შემიძლია თავდაჯერებულად ვიცეკვათ თავშაყრის ნებისმიერ ადგილას. განსაკუთრებით სასიამოვნო იმ ემოციების მიღებაა, რასაც ადამიანები ჩვენი ცეკვის შემდეგ გამოხატავენ. ემოციები ორმაგდება, როცა იგებენ, რომ სმენის არ მქონე ვარ. როცა ვცეკვავ, გრძნობ, რომ თავისუფალი ვარ. ეს არის უკვე მე-6 თაობა აღზარდეთ. ეს ხენი არიან ხალხის სხვა შესაძლებლობის განვითარებით და მინდა რომ მომავალში კიდევ ამ ანსამბლმა იფუნქციონიროს. ცეკვა ჩემთვის კომუნიკაციის მნიშვნელოვანი საშუალებაა. მე რომ არ მეცეკვა და ამის შედეგად ასეთი სოციალური არ ყოფილიყავი, ახლა ჩემი ემოციები და დამოკიდებულებები სულ სხვაგვარი იქნებოდა. ჩვენ ადამიანებს გავაგებინეთ, რომ სმენის არ მქონეებს ბევრი უნარი აქვთ. სიამაყით ვამბობ, რომ მე ვარ ნინო და თამამად შემიძლია ცეკვა მიუხედავად იმისა, რომ არ მესმის.